რის მიღწევა სურს ოცნების მთავრობას ამ განათლების რეფორმით? რატომ დასჭირდა მას იგივე 11 კლასის გაუქმება? ნუ ევროპისკენ რომ ჩაკეტოს გზა და ისე მისცეს დააყენოს ერთ რელსზე მოსკოვი ბათუმის მატარებელი ავტო. რა ვიცი, არ დამიჭინა. დავით ყდიაშვილსაც მშობლიური ენა დაავიწყეს სასწავლებელში, მაგრამ უდიდესი პიროვნება იყო. მაგრამ ბრძოლით მოდიოდა ყველა მეცნიერი, ყველა ციგნიერი ადამიანი ჯარისკაცზე ნაკლებად არ იბრძვის. ყველგან იბრძვის ნასწავლი ადამიანი და ამაშია საქმე. ბრძოლის უნარიანი უნდა იყოს. და არა მორჩი. ეს განათლების რეფორმა არ თორე ორიენტირებული იქეთ, რომ ბრძოლის უნარიანი გახდეს მოქალაქე და კრიტიკული მოქალაქე მივიღოთ. არა მგონი. არა. მაგ იქნება ეგდაგატო, ხუთგატო. ამდენი წლის განმავლობაში წარმატების მეტი არაფერი მოუტანია იმ გზას, რაც იყო. ქონდა მინუსები, თუნდაც ის ეროვნული გამოცდების ეს ყბადაღებული უნარები იყო, შაბლონური ტესტების შემოხაზვები, მსჯელობას მოკლებული, მაგრამ მოვერგეთ ყველაფერ ამას, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე იყო მისაღები ჩვენი მომავალი თაობისთვის, ქვეყნისთვის და დავახუნდით ევროპულ სივრცეს. რა თქმა უნდა, ეს ბოლონის პროცესი იყო და ჩართული იყო განამარტო სკოლები, უნივერსიტეტებიც კი გადავიდა ამ ტალღაზე. ნუ რა მოხდა ახლა ასეთი? მოსწყდე მთავარ ჯგუფსო, რატომ მოსწყდი მთავარ ჯგუფს? იუმორი რომ ნუ რატომ უნდა მოვწყდეთ მთავარ ჯგუფს და არ შევინარჩუნოთ ის, რაც ამ დრომდე კარგი იყო. ნელ-ნელა მომნახოთ უკეთესი, ვიდრე რადიკალურად მოbrunდეთ. მე ასე მინდა და საზოგადოებას არ კითხავენ, მანამდე არ ჩაატარო ამასთან დაკავშირებით გამოკვლევა სკოლებში, უნივერსიტეტებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში. ფაქტია რომ თუ კი ვერ დამთავრებენ სკოლის მოსწავლეები მე-12 კლასს, ისინი ვეღარ ჩააბარებენ პირდაპირ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში. ვერ მიიღებენ ეს რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის? ამ დროისთვის ასეთი რადიკალური, ასეთი გამწვეული და ასეთი დაპირისპირებების ფონზე წამოწეული კიდევ ეს ერთი დარტყმა მე მიმაჩნია არასწორ ნაბიჯად ამ ეტაპზე. რას უთხრამს ეს თქვენი აზრით? რას უქმნის საფრთხეს? ჩემი აზრით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ისევ და ისევ. მოდიან ახალგაზრდები და კითხეთ ამ ახალგაზრდების მომავალს. იმიტომ რომ მათ უნდათ ცივილიზაცია, უნდათ კულტურა, არანაკლებია კულტურას ყველგან მოძებნის ადამიანი და თვითონ შეიქმნის კულტურულ გარემოს. იქ სადმე რეცეპტი არსად არ დევს, პლუსი და მინუსი, კარგი და ცუდი ყველგანაა, მაგრამ ჩვენ ხომ კარგს ვეძებთ